ირაკლი გააღერა, თამარი იქნება. ამ დილით თხილის სატეხი გაიტანა და მოიტანა ალბათ. აჰა, ამ დილით თუ გაიტანა და უკვე მოიტანა რაღაცა შეასაქმე. Namaste, Jim. მოვიდა ჯავახარლავ ნერუ. როგორ ხარ? როგორ ხარ? მოდი დათო, მოდი. მოიცა, სამი მოდი. მოდი დაჭე. მოდი. დაჭე. დაწყებოდი მასაკა. მოდი, აბა გითხარი როგორი იყო ინდოეთში? კარგი. აი კრაშებით რა, მარტო ხარ? მოდი დათო, მოდი. მარტო ვართ, ჯერ არავინ არ შემოსულა და რატომ მეკითხები? რა არის ის აი ესეთი რაღაც უცნაური ჯდობა მაქვს თუ კიდე არის ვიღაცა. თამარი იყო შემოსული და ის თხილის სატეხი გაიტანა. რა არის იცი? ეთქობა თხილი უნდა დატეხოს, აბა ისე რატო გაიტანა თხილის სატეხი? ხობა, ზის ახლა ალბათ ამ თხილს ამ დროს უიმე მარიკა შენ იცოდი? ჩვენი ლაშიკო გიждდება თურმე თხილზე. არ ვიცოდი ლაშიკო გიждდება. გიждდება, მე არ ვიცოდი. აბა, ისა უყარს დათო თურმე ლაშიკოს თხილი პატარა რო იყო თხილის ხეზე ადიოდა თურმე თვითონ ხო ესეთია რაღაცა მაშინაც პატარა უცადე ცუქანი იყო ესე და თხილის ხისტოტები ხო ესე გავხტარია და ესე თურმე ჩამოუწყო დაეცა და მე ნაყოფი რო ვერ შეჭამე საერთია თურმე ბევრი ძალიან საინტერესო ისტორია. მე ხა ამ ჩათებს შევიტან და მე დაგირიგებთ საჩუქრებს. თქვენ მე გამომიყევთ იქ. დათო მოდი ჯერ საჩუქრები დათო და მე შედივარ. ხო, რა თქმა უნდა, დააჭექი ერთ წუთი. მართალია, მარიკა, ეს წესი ასეთი ქართული ძველის თუ დაგავიწყდა შენ ეს ძველი ადათები, რატო? ის მაინც არ გაგიგია, რომ ჯერ საჩუქრები და მე შევიტანოთო? ეს ალბათ ინდურია. ინდურია ალბათ ეს რომ ჯერ შევიტანოთ და მე საჩუქრებიო. რა ვიცი მე ეს ალბათ პენჯაბის შტატში რაღაცა. მოდი. კარგი ხო. დაჭექი და თან მოგვიყევი როგორი იყო ინდოეთში. აბა, რა ჩამოგვიტანე? ჩამოგინა წელი. აი ეს მიხდება. მაგის პატრონსაც უხდებოდა. ირუშ, ხო. აი შეჩამოგიტანე აი ეს. ვა! რა მაგარია. ბავშვობიდან ოცნებობდი რომ ასეთი სპილო მქონოდა. როგორ მიხვდი დათო? მარიკა, თურმე მე ბავშვობაში სპილოს ვერ ვამბობდი. მართლა? ხო, ხოდა პიო ასე ვამბობდი, პიო. ხოდა რომ დავინახავდი სპილოს, სადაც ვნახავდი, ზოი პიო, სად ნახულობდი ამ სპილოს? მაგრამ ასე რომ ნახულობდი პიო ვამბობდი. სანდავდო ეს მე ვიცი ამას სადაც დავდე. ასე აჰა შალდონა რა ესე და ეს აჰა დათო რა მეინტერესებს იცი ეს სპილოები ცოტა დიდი ზომის არისო? აი რუში კიდე რა ჩამოგიტანე ეს გველიც აჰა გამომართი კარგი
კარგი დაცო, რა საჭირო იყო ამდენი საჭირო. მე ვიცი ამას ვისაც ვაჩუქებ. ამდენი საჭიროები ჩამოვიდა. რა არის იცი? იქ იმდენი უსახკარო ნახე. თან დღე და ღამე სათენებდნენ ქუჩაში. ამ შემდეგ უფრო დაგაფასეთ. ნახე როგორ ზრუნავდა ჩვენზე თურმე და როგორ ფიქრობდი დაცო რა გულიანი ბიჭი ხარ ჩვენ კიდე რა დაგახვედრეთ რა დამოხვედრით რა მალახი რა არა დაცო როგორ ზრუნავდი ჩვენზე ფიქრობდი და ჩვენ ვერაფერი დაგახვედრეთ თქო აი ამის თქმა მინდოდა ვერაფერი დაგახვედრეთ მოვა და ნახავ რა რა თქვი კარგი გველია. აი ეს ჩამოუტანე თიკას. ეს. ვაუ. ხო. ეს და ეს რა ქვია? ხო, ეს თამარს. ეს გასათხოვრების თვის არის. აი ხარი რაღაც ის ფხვნილა და ხალხი კი. გასათხოვარია. აი ეს ჩამოუტანე იმას რა ქვია თამარს კერდა ქეთევას ჩამოუტანე ეს არის საყურეები დიდი საყურეები და ამას ატარებენ ამ დიდ საყურეებს ატარებენ გათხოვილები დიდია აი ეს აი ეს ჩამოუტანე სანდროს იქ დამოვიწყდა კიდო და აქ მეტროსთან ბიჭი ხარ. ეს დაცო. რა მაინტერესებს იცი მე და ბეგურა ძალიან ნერვიულობდით. სანამ ფულს გამოგიგზავნით. მანამდე რა სჭირდა? ირა. მე ხო იცი არ დავიკარგე. ეს კი. იქ ერთი ღვთისმერი კაცი გამოჩნდა რა და ფილმში გადამიღო. კაი. მასობრივ სცენებში. ვა, რა საკეთებ? ფონი იყო უკან და ცეკვავდი. ეს კოსტიუმი იქიდან სამომყვა. რა მხელა მეცნიერება ბოლივუდის ვარსკვლავთან ერთ სახლში ცხოვრება. წავედი ხა ამერს იქ შევიდა. რა შევიდა? რა ირაკლი? გამაგრდი დათო. ჩემი გარე ბიძაშვილია ნინო ქუთაისიდან. ხო, ქუთაისიდან ჩამოვიდა 2 დღით. 2 დღით. ხო, დათო, შენ არ იყავი და დარეკა, ნანი ვიცოდამ დარეკა და ვიყარო. წამოვიდა ნინო და მე ნერვიულობ და იქ შენ და მარიკა ვერ ყავდა. ჩვენ დაიმან. მე უკანის დავეყავდი, კატარი ყავს ეს სიტუაცია. ვაი, ლაშიკო. მანქანაში ამოწმებინე? ეხლა გამოივლი ჩემი მეგობარი და შევამოწმებინებთ. ეხლა შენ ცოტა ყურადღებით იყავი? არ გეწყინოს, ხო, დაფანტული გონების პატრონი ხარ. ხო და შეკრული არ იყოს ხელოსანთან. ის ქალბატონი. თამა რანაირად უნდა იყოს შეკრული ხა? ქუთაისიდან აქ როგორ შეეკრებოდა? შენ რა გონია ხა ქუთაისი შორს კი არ არის. თან ისეთი გზა დაუგეს, ქალბატონს 2 საათში აქ იქნება. კარგი რა თამა, როგორ იცი ხოლმე რა? ის გზა რა შენთვის არ დააგეს? ერთი დისნეილენდი გააკეთეს ჩემთვის. და მეორე ეს გზა დამიგეს რა. ქეთევან აღე. შენ ამყევი. მოხარული ვარ თქვენი კარგად ყოფნით. ტალახალძის კუდი მობრძანდა. ნაგვის ფული მოიტანა ეთყობა, რა ეთქარებოდა. შემოუშვი. გამარჯობა ქეთევან.
შემოდი. გამარჯობა თამარ. სალამი. გამარჯობა. რა არის? ლაშიკვა, ჩემი მეუღლე რა. არ ყავს ნანახი? ისა ზაირა ჩამოვიდა, ტანსაცმელი ჩამოიტანა რიზედან და ვიფიქრე ეგება თქვენც დაგაინტერესოთ თქო. თამარ, ჰა? აი თამარ, აი ეს ვიფიქრე შენთვის და ნახე. ჩვენე გაუშვი შენ გაუშვი. აჰა, რა არის ეს რა არის რას გავს? არა, ამას მე არ ჩავიცვამ რა. და ეს ნახე აბა თამარ. აბა შენ გაუშვი. ნახე როგორი ღილები აქვს. მე არა ეხა გასათხოვარმა ქალმა ეს როგორ უნდა ჩაიცვას. არა, მე უფრო აი რაღაც ესეთი კლასიკური ყვითელი. თამარ, აბა ეს ნახე, აი. ეს რა არის? აი ეს რომ ჩაიცვას გათხოვილმა ქალმა. ეს რა ღირს? ეს 60 ლარი. კეთუშა. აბა ნახე, მიიდე და შემოbrunდი. ერთი ძირით ეხლა. მიიდე, შემოbrunდი. აი, როგორი. ლაშა, ნახე როგორ უხდება კეთუშას, ხო უყიდი? მოგწონს კეთება? კი. გიყიდი ჩემო პრინცესა. გოგო. აი ეს უყვარს ლაშას ჩემი კეთუშა. ეს იგი ოჯახზეა გადამკვდარი ხა. ლიკა ტალახაძის ქმრებივით კი არ არის. რაიმე რა უნდა კითხო, იცი? ლიკრის როლინგები რო იყო ხოლმე ადრე. აი ესეთ მომჯდა. ზაირას ხო არა აქვს ეგენი ეხლა? არა, თამარს ეგეთები არა. ადრე ვყიდულობდი ხოლმე რუსთაველის მეტროსთან გვირაბში. ყიდდა ქალი. ხო და მე სად გადაჯდა ის ქალი? გარე ვაჭრობა ხო აკრძალეს და ვეღარ მივაგენი. ეს რა არის? ნახე რა კაია. კეთევან. ბატონო, ეს ვიყიდო ჩემთვის, ავიღო? რა ღირს? 3 ლარი. 3 ლარი? უნდა იყიდო თამრი, აბა რა უნდა ქნა? შენთვისაც ხო უნდა იყიდო რა. კი, კაი ხარისხია ვითო? ძალიან კაი ხარისხი, აი მეც ავიღე ზუსტად ესეთი. მე არ მინდა. აბა რა არის? აი რა არის ეს? აი ამას დავიტოვებ. ნახე რა კარგია. კაი, ამას ავიღებ. აჰა. ძალიან კარგი. ავედი აბა მე. უნდა დაგტოვოთ. ლაშიკა უკვე მიდიხარ? მანქანა უნდა იყიდოს. რა მანქანა უნდა იყიდო ლაშიკა? რა არის იქეთება? მე კი ვიცი, მაგრამ მერსედესი. აი ასე, ეხლა წადი. წავედით. წადი. კარგად ლაშიკო. ხო. ესე იგი ამას იტოვებ. ამას ვიტოვებ. ხო, კარგი, ძალიან კარგი, მაშინ მე უნდა წავიდე. უი, ხო, მართლა. ზაირა მითხრა ისო რა ქვია, აი წინა თვეში რაც აიღეთ, იმის ფული იქნებ გამოგატანოსო. გამოგატანოსო? რის ფულს მთხოვს? რაც ავიღე ერთხელ მეცვა. ზედიზედ ორჯერ. რა ვიცი, ესე მითხრა. კარგი თქო, აი შემდეგ თვეში რო ჩამოიტანთქო, მე მთლიანად ვალს გაგისტუმრებ. ხო, აი, კარგია, მართალია ჩემი თამრი. მომისმინე ხა მერიკო ზაირას გადაეცი, ასე ჯობია თქო. მომისმინე უფრო კარგი იქნება, ასე უფრო ფულს თავი მოეყრება. მიდი. აბა კარგად იყავი, კარგად ზენდებოდე მერიკო, კარგი. ეხლა ნახე, ამ გოგოს რო დავაკვირდი, არ არის ცუდი გოგო, ისაგიჟებს. ხო და მე იმ დიდ მოჭრილ მორებს
მიათრებდნენ სპილოები, თან გამხელა გზა ქონდათ იცი გასავლელი. აუ, თო, ძალიან გთხოვ რა, არანოს ისტორია არ მოუყვე, იმიტომ რომ ჯერ სპილოები შეეცოდება, მერე ხეები შეეცოდება და გასკდება ტირილი. საჩიქრისთვის დიდი მადლობა. ისე რო იცოდე ყოველი შემთხვევისთვის ზუსტად ასეთი ჩამოუტანე თამარს. უაწაგართვას. დიდი მადლობა. აი, აქ არის ჩაი. ეს შენ ჩამოგიტანე. ყველაზე მაგარი ჩაია. ამ ჩაის შუქნიან მხოლოდ ღირსეულ ხალხს. დიდი მადლობა დათო. აი ხლა მე წავალ და გაგიკეთებ ამ ჩაის. არ მინდა მადლობთ. ეს მუცელს მატყიებს ხო? დათო, იქაც ესეთი ბარები იყავ? არა, თან რა ხდებოდა იცი? აი იქ ცეკვავდნენ ირაკლის და ლაშასნაირი ტანის მქონე ქალები. და იქ არ შევდიოდი, არ მინდოდა. მე რესტორნებში დავდიოდი. მართლა? აბა ირაკლი მითხრა 2 დღე არაფერი უჭამია. ირაკლი გითხრა? ხო, ესე მითხრა. 2 დღე არაფერი უჭამია, ხო? იქ რო ჩავედი, დიდი ბანკეტი გამიმართეს და იმდენი მჭამე 2 დღე არაფერი მინდა. დაგარი. აი, რუსაც მოვიდა. როგორ არა რუსი? რა იყო საუბარი? გამარჯობა საუბარი. გამარჯობა რუსა, როგორ ხარ? ესაკა მოგეწონა. კი, ძალიან კარგი იყო. თან ფილმში გადამიღეს. მთავარ როლში. კი, ფილმს ქვია დიდრები და ღარიბები. მე ვიყავი დიდრის როლში. კაი, დათო რა სამბო. რა გაცნობს, რა მარტო გეუბნები. სხვათა შორის მე კასეტაც მომქონდა. მოგქონდა? და მესაზღვრებმა ჩამოგართოს კონტრაბანდაა, ხო? ხო, საიდან იცი შენ? კარგი, დათო მოუყევი ამას. დათო, ესე კარგი იყო ინდოეთში. კი, კარგი იყო. იქ იმაზე ბიჭი დიქშებს. ხო. მარიკაც მეუბნებოდა. მარიკაც მეუბნებოდა. ხო, მოგიყვებოდა, მაგრამ ეგიდებოდა. მაგრამ მე ავტობუსები ვარჩი. ის კაი ავტობუსები აქვთ, კომფორტული სკამები. მაგას ვერ გეტყვი ზუსტად, იმიტომ რომ მე სახურავზე ვიჭიქი. სახურავზე? ხო. მარტო? მარტო რატო? მარტო არ ვიყავი. იქ იყვნენ იქაური მოხუცები, ახალგაზრდა ბავშვები, გოგოები, ქალები, თან თავიანთი შინაური ცხოველები ყავდათ და ფრინველები და ისინი უცეკვავდნენ, მე ტაშს უკრავდი ხოლმე, მე მეცეკვავდი, ისინი ტაშს მიკრავდნენ. გაყვავდა დრო. ისა რამდენი არიან არა დათო უკვე მილიარდს გადაცდნენ. მილიარდს? კი. იქნებიან მაგდენი. ქართველები არიან? და? ქართველები არიან? ქართველები ხო? 2 ხაშურიანი ბიჭი გავიცი. ორი ხაშურიანი ბიჭი გავიცანი, პატარა თევზის ბიზნესი ქონდა. და ეს გადამეკიდე, წამოდი, გინდა თუ არა, პატრიონი ნაცეთო და მე არ გავყენე. რატო? მე არ ვეწევი რუსი. და იქ ბევრი რამე დავთვალე, ძალიან ბევრი რამე ვნახე. მომიყერა. მოგიყვე? რა მოგიყვე? აი მას მოგიყვე. ერთ დღესაც წავედით ტაჯ-მაჰალში. რამხელა ეს ტაჯ-მაჰალი? თან ლამაზია ძალიან და მე დავიყალე ხა აქეთი გიწერული და ჩამოვჭექი ერთ-ერთ საფეხურთან, ტაჯ-მაჰალის საფეხურთან ჩამოვჭექი და გავიხედე და მოდის რაჯა. მაღალი, აქ ხალი და დიდი წვერები აქვს. და პირდაპირ მოვიდა ჩემთან. და მე მეუბნება როგორ ახარ რომ უთხარი კარგად ვარ მეთქი. წამოდი ხო დაგათვალიერებინებო უფრო კარგად. და მეც გავყევი და მივიდოდი ის მირბო და მეც მივიდევდი. ხო და
მერე გავუყევი განგის ნაპირს. თან სულ შეძე ფიქრობდი. და ამ ფიქრში რო ვიყავი გართული, მივადექი იმ ადგილს, სადაც განგი უერთდება ბენგალის ყურეს. ძალიან ლამაზი იყო იქ. ძალიან ლამაზი იყო. იმდენი საინტერესო რამე გადაგხდა. არა, ბაბუ მომიყვარო. ესაო დათომ საფულე დაკარგაო და მთელი დღე სასტუმროში იჯდაო. შეხო ედიშელი შვილი. ამ საკმაოდ ძილსა. ნახე რა სიღრინება. ბიჭო, რა მაგარია, არც ვიცოდი. მოდი, ანანო მარიკა სახში არ არის, მე ტელევიზორს უყურებ. ანტილოპებზეა? არა, აფთრებზე. ვაიმე. ნახე. აი მეც ირაკლის ხოთა შორის აი ეს აფთრები ხო? ყველაზე ერთგულები და მზრუნველები და მეოჯახეები არიან, იცი? აი ამ მტაცებელ ცხოველებში ხო? იცი ირაკლი, ესენი ერთმანეთს გაჭირვებაში აი არასდროს არ ტოვებენ, აბა. ნახე. დედა აფთარი, გამარჯობა ნინო. ყოველთვის მზადაა რა თავისი შვილებისთვის თავიც კი გაჭიროს. აი ნახე, აი ზოლი რო აქ იქ ხედავ, აი რა მოხდა? უი! შუქი ჩაქრა ანა. ნატურები რონთია? ეს მაქვს ჩუმად გადმოყვანილი წინა კორპუსიდან. არ წამოგცდეს. არა. ირაკლი. დათომ რაო ამაზე? ვაიმე, ანანო არ მკითხო, შეიშალა, გადაირია, გაგიჟდა. ესე იგი, ქეთევანის ლექსიკონს თუ გამოვიყენებ, კედლებზე გადიოდა, გამოდიოდა. ხოდა ანანო. მე რო ჩამოვიდა. ბოლოს იყო აი იქ ბრაროკიდია იმის თავზე. იქ ნაფეხურები უნდა ჩანდეს ფერმკთალად. ხო? ნუ არ ვიცი დილას იყო. ხო და რო ჩამოვიდა, გაგიჟებული, გატარეული, მე ვაწყნარებ, რომ ვეუბნები დათო, ნერვიულობ, დამშვიდი, მიდის ნინო დღეს, ნუ არიჯერებს თუ დერგებულობს, არ ვიცი, მე გრანდაქსინიც კი დავალებინე. იქამდე მივიდა საქმე, წარმოგიდგენია? ნუ ეს გრანდაქსინი რო დალია, მე ცოტა დამშვიდ და დაჯდა და ეთყობა თავის ჭკუაში, გონებაში, ტვინში, გაანალიზა ეს ყველაფერი, რომ მიდის მართლა ნინო და არ ვიცი, მე მგონი ცოტა დამშვიდდა. აუ ირაკლი რა დამთხევა. მეც დღეს თელი დილა სანდროს ვაწყნარებ ბარში. სანდროს რა გამოვიდა? უიმე რა ვიცი, შემჭამაო, ტვინი შემიჭამა, მამა ჩემაო თავისი დარიგებებითო. რა დროსია? და მაინც რაო რა მინდაო? ცოლი მოიყვანეო. როდემდე უნდა იარო ესეო. ცოლი რო გეყოლებო, დასერიოზულდებიო, დაჭყუიანდებიო. მაგის ბრალია ვითო? და სანდრო რა საუბრობს რა? სანდრომ რა თქოს რა ვქნაო, ვინ მოიყვანო, ხა არავინ არ მომწონსო და იცი რა მოხდა ირაკლი? აი ამას რო ამბობდა, რომ არავინ არ მომწონსო, სალომე იდგა იქ და ესმოდა. კაი. ისე სალომე მშვენიერი გოგო ანანო, რატო არ მომწონს ამ სანდროს? რა ვიცი ირაკლი, ხა რას გაიგებ მაგისას, შეიძლება მოწონს, მაგრამ ვერ ხვდება. კარგი იყო. და მართალია. მე აბსოლუტურად ვეთანხმები სანდროს მამას. სალომე თუ არა, ვიღაც გოგო მაინც უნდა გაურიგოთ სანდროს. რა ვიცი, კაი აზრია, მაგრამ ნუ აი ვინ? ნინო
აბა ვემზადები. ქუთაისში ბრუნდები და ისე კი ყოველთვის გული მწყდება, როცა აქედან მივდივარ. ძალიან კარგი ქალაქია თბილისი. აბა. მე რა პრობლემაა, ნინო? გათხოვდი თბილისში და ეგა. კარგი რა ირაკლი რა, გათხოვდი კარგია. ესე ადვილია გათხოვება? ნინო. ნინო, გათხოვებაზე ადვილი რა არის? შენ რამდენი წლის ხარ? 27. აი მე პატარა აჯა. რა გაქვს დამთავრებული? უმაღლესი. მზრუნველიც ხარ? ხო ხარ მზრუნველი? ხო და მაგას ყველაფერს წინ მიაწერე ლოშიმ გავიცნობ კარგ ბიჭს და ეგ არის რა მეზე აი რა ხობრობაო. ნუსმე. ისა ნინო, აი და ერთი კარგი ბიჭი რო გაგაცნათ. ვიცი რა, ეგრე გარიგებით. გარიგებით, ახლა ეგრე სამტრედიელ ბიჭსაც მირიგებდნენ, მაგრამ ახლა მე ქუთაისში გაზდილი გოგო, სამტრედიელს გავყვებოდი. რა მოხდა ვერ გავიგე რა კახა კალაძე სამტრედიელია ვირაკლი ახლა ფეხბურთელი რომ დავდო რა ჩვენ ქუთაისელებს ახლა ნაკლები ფეხბურთელები ყავს თუ რა ჩემი მალხაზი ასათიანი რა ცუდი ბიჭია თუ რა ну ცოტა კი გამელოწდა ახლა მაგრამ ახლა რიცია ნაკლები კალაძეზე რა ვიცი რა ნინო, იცი რა ხა შეიძლება ფეხბურთს ვერ თამაშობს, მაგრამ განათლებულია. სიმპათიური. ეკი. თბილისელი. სიმპათიური. თბილისელი. სიმპათიური. თბილისელი. მართლა სიმპათიური. ხო აბა რა ვიცი რაკლი ესე იგი ამ ოთახის ერთი ბინადარი დავაოჯახე მეორე საქმე თითქმის ბოლომდე მქონდა მიყვანილი მაგრამ რა უქნა ირაკლი მინდა და ირაკლი დახმარება მაგრამ არ გამომივიდა და რა უქნა ხო კარგი ხო ახლა მაინც დამეხმარე გამომართვი დაურეკე სანდროს უთხარი ამოვიდეს ოღონდ არ წამოგცდეს რატო უძახით აჰა კიდე რაო სანდრო რა ვიცი ძირითადად ანანო ლაპარაკობდა ისე ჭკვიანი მამა ყავს სანდროს და მე მგონი რომ დაუჭეროს კარგი იქნება ანანო რა ვიცი ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციაო სუდანში მამები ჯიუტშულებს ხეზე ფეხებით კიდებენო იმას სულ გააგიჟა სანდრო და ეგეთი გაბრაზებული მე ვერ წარმომიდგენია რა ვიცი მე მომეწონა იცი როგორი ვაშკაცური იყო აი რომ წამოდგა და რაო თქვა და აი სწორედ მაშინ დავინახე მაშინ რაღაც ანტიკური რომ დევს რა რაღაც ანტიკური სალომე რაღაც კი არა სანდრო არის თვით ანტიკა ისე კიდევ კარგი სანდრო სუდანში არ ცხოვრობს გამართალია გამარჯობა გამარჯობა თამარ როგორ ხართ გოგოებო ჩვენ კარგად და შენ რა გჭირს დეპრესია გაქვს არა რა დეპრესია აბა ლაშიკოსთან წააგე სანაძრეო რატომ მეკითხები ეს რა არის რა გაცვიოთ რა არ მოგწონს არ ჩენ მოგწონს მარიკა რა უკეთესები არისო ვაიმე ეხლა კარგით რა რამალა კარგი თამარ მომისმია ჩვენ ინტერნეტით უკვე დავთხოვმა ძალიან კარგ რაღაცეებს მე და მარიკამ შევკვეთეთ და დღეს ჩამოგვივიდა უკარგესი რაღაცები ახალი მოდელებია თან ძალიან კარგი ხარისხია მართლა ხო აი მე და თიკას ჩამოგვივიდა ულამაზესი ჟაკეტები თან უახლესი კოლექციიდან მაგრამ ისე რასერჩი მარიკა მშვენიერი რაღაცაა თან თამარს უხდება ხო ისე არც არ ვერჩი ლამაზია და არ აღნიშნოთ სალომე იცი რას დავლებთ მე მგონი ამ ჟაკეტს თამარ მოუხდება ტარხუნის ლიმონადი გოგო რა ტარხუნი
ცხუნის ლიმონადი. კარგი, თამარ, გავიხუბრე რა მოხდა? ნუ ხო ეხლა ხუმრობ, შენ გენაცვალე ისეთ სადარბაზოში ცხოვრობ, რომ პროფესიონალი ხუმარები გყავს ირგვლივ. გამახსენდა. აი ზუსტად ეგეთი რაღაც ნახე ამერიკულ ფილმში. აი მე მართლა ესეთი ფერის? იცი არ ვიცი. შავ-თეთრი ფილმი იყო ძველი. ეს ქართველი გოგოები რა ბოღმები ხარ? მოკლედ ვამოვა სანდრო მე წარმატგენ სანდროს წარმატგენ შენ მე წარადგენ ნინოს ეს ვარიანტია? ვარიანტი ა დაიმახსოვრე ძალიან მეტყვა ესე იგი ხა მე ვაგიმე ირაკლი ავთრები დაიწყო. მაგის დროა ხა შემოდი სანდრო ჩემო უერთგულესო მეგობარო ირაკლი მადლობა მარტო შენ მაფასებ მოდი სანდრო მოდი აი გაიცანი ეს ნინოა იმ დღეს რო გეუბნებოდი როდის იმ დღეს რა მნიშვნელობა აქვს სანდრო ნინოა ეს? გამარჯობა ნინო. სასიამოვნოა სანდრო ირაკლი მელაპარაკებოდა თქვენზე იმ დღეს დაჯექი ნინო. დაჯექი სანდრო ნინო სხვათა შორის სანდრო არის უაღრესად ნიჭიერი უწესიერესი და ზრდილი ადამიანი ქალაქის ცენტრში ცხოვრობს თბილისში სანდრო ეს არის ნინო. ნინო არის ძალიან განათლებული, კულტურული, აი უსაყვარლესი გოგო და სხვათა შორის ესეც ქალაქის ცენტრში ცხოვრობს, სხვა ქალაქის. განათლებული და ზრდილიო რომელ ქალაქში ცხოვრობთ? ქუთაისში, ცენტრში. ქუთაისი, პალიასტომი. სანდრო ეგ ფოთია შამპანურის ქარხანა არა სანდრო ეგ თერჯოლა დასავლეთით გადაუხვია. აი ნინო ეს უყვარს ხოლმე ეს თავსატეხები და ეს ამოცანები გიждდება ამაზე რა მოგივიდა სანდრო ქუთაისი ბაგრატიონი ბაგრატი ნინო რა უცებ ამოხსნა რა ეს თავსატეხი ეს ფაქტობრივად მინიშნების გაკეთებაც არ დამჭირდა ეს ვარიანტი ბ ვაიმე სანდრო არ მახსოვს შენ კიევში სწავლობდი ხო? ანანო რა დაგემართა ლონდონში ვაიმე ხო აბარა ესა ირაკლი დათო არ ჩამოვიდა ეს კი და მოვა მალე შენ მიდი ნინოსთან ერთად დაელოდე დაჯექი და ნინოსთან ერთად დაელოდე მოდი ნინო მაინც სტუმარი გოგოა უხერხულად არ იგზნოს თავი მორიდებული ადამიანია დაჯექი მე დათოს ველოდები ჩე სანდრო, კარგია დათოს ველოდები, ეს მეგობრობაც კარგია, მაგრამ მე მგონი უკვე დროა, რომ ცოლის მოყვანაზე იფიქრო. კი. მამა ჩემა დაგირეკა, არა? ოჩახ სანდრო, მადლობა, რა მაგარი რაღაც გამახსენე. სხვათა შორის სანდროს მამა მერიაში მუშაობს. დიახ, მერიის თანამშრომელია თბილისის. შენ ხარი ანანო? არა
სანდრო, მე მარტო ის რო შერო ლონდონში რო იმაშვებოდი. კარგი, ანანო, კარგი, რას გადაეკიდეთ ამ ლონდონს, ლონდონი, ბრიტანეთი, ლონდონი, რა მოგივიდა, რა სხვათა შორის ქუთაისი ისე გაარემონტეს, რომ ვერ გაარჩევ ლონდონის. რა რებს ლაპარაკობ, პირა ლონდონში იცი რა მხელა მდინარეა? აი რა მართალია, აი როგორ სწორს ამბობს ირაკლი სანდრო, აი მდინარეში თუ იქნება განსხვავება, აბა სწორია სანდრო კი. ვარიანტი Q. მდინარეო და ვერ გავიგე ერთი რიონს რას ერჩი. მე? ხო. უკაცრავად მე ირაკლი რაღაცები მაქვს ჩასალაგებელი და თუ შეიძლება მოიცა ნინო რა გჭირს სად მიდიხარ რა მოგივიდა დაჯექით ცოტა ხანი სანდრო ესეთი მორიდებული ბიჭია უხერხულად არ იგზნოს თავი დაჯექით რაღაცას უყურეთ ერთად ისაუბრეთ სხვათა შორის მუსიკა უყვარს მართლა გიყვართ მუსიკა? ხო აბა როგორ იცით მე მუსიკოსი ვარ ფორტეპიანოზე ვუკრავ გიტარაზეც მართლა? აჭარულის დაკვრა იცი? იცი რა მიყვარს? აი დასაწყისი აჭარულის, აი რა კატაკატა გოგი! ალო, სანდრო, გაჩუ! გოგი რაღაცას მეუბნება და არ მესმის. გოგი, როგორ ხარ? რა შვები? ძალიან კარგი, ესე იგი რაღაც საბუთები და მორჩა ხო? კი ბატონო, მე რას ვაკეთე? მე ქუთაისს და ლონდონს ვამეგობრე. ხო, აგიქცნი მერე. კარგი გოგი, კარგი. დამირეკე. იცი სანდრო ვერ ხვდები და რა ვქნა? რას ვერ ხვდები? აი, იცი რომელი სამი გოგო რო არ თიულური, მოიცა? ერთი წუთით უკაცრავად მე მოვა ერთი წუთით. რა ვიღა? ეს ცოტა ვერ არის. ეს ცოტა ვერ არის. უხდებიან ერთმანეთს. ბატონო დავით, მზად ხარ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად? ეს რა არის რა გრები გაცვია? რა? შუშტები რა. აზრზე არა ხარ რა. ნაღდი ზაირებია. ოდიშ. მე მოგეხმარებ რა? მე მოგეხმარებ. იყოს თუ ხდები. რა შეწუქება? არა, ნინო, რა შეწუქებას ახლა კი არ წუხდება. პირიქით და შენ თუ მისამართს მიცემ სპორტული სიარულით ჩაიტანს ამბავს ქუთაისამდე. რა ზეგოზე? ნინო, ჩალაგე ყველაფერი, რამე ხო არ დარჩა? არა, არაფერი. უბრალოდ ისე უკან მოbrunება ცუდის ნიშანია და მე იმიტომ გეუბნები. ესე იგი ირაკლი დეოკუპაციის პროცესი დასრულებულია. ახლა ვიწყებ განაგმით სამუშაოებს. მოიცა და თუ მოიცა რა მიმიშვი რა რამდენი ხანია ეს ოთახი ასე ცარიელი არ მინახავს ალო ხო გოგი ხო როგორ ხარ რა ხდება მანდ მოაგვარე ყველაფერი ხო იმ ფარტზე გამიგერამე აჰა კარგი აქ რა ხდება არაფერი ისეთი ჩვეულებრივი გეგმიური როტაცია მიმდინარეობს კარგი დამირეკე მე ხო კავიგო არ დაკიდო ირაკლი არ დაკიდო ტაქს გამოვიძახეთ მომეცი ტაქს გამოძახებულია აი მე დათო დიდი მადლობა თან ის რომელი ტაქსია 20 თეთრიან სამარშრუტო ტაქსზე დავრეკავ დავჯავშნი ადგილს. წინა ადგილი
მადლობა დათო. ეხლა ნუ მართალია მერსედესი არ არის, ფორდია, მაგრამ სამაგიეროდ მძღოლია აჭკარიკა. ნინო, ქუთაისში რო ჩახვალ, პალიკო მომიკითხე. და უთხარი რომ ირაკლი დამაბარა ეშმაკის ბურბალზე კიდე როდის დავლიოთ თქო. აუცილებლად ირაკლი, აუცილებლად. თან მალე უნდა გადასცეს, რაც უფრო მალე გადასცეს სამოკითხვას, პალიკოს უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის, ხო? ახლა გამოდიარე უნდა წავიდეს სწრაფად, მალე. ჰა? არა, მე მძღოლს უნდა უთხრას მით უმეტეს მძღოლის გვერდზე, სწრაფად წამოყოლო, რომ პალიკოს გადასცეს ეშმაკის ბურბალთან, აბა, ამte კიდე გვიდგა. დათო, ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ. ხო, გადი და მოდი. ეხლა ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ. ახლა დათო ჩავა სუპერმარკეტში და იყიდის რას? უპასუხებს დათო. კონიაკს. სწორია, ვის ართმევთ ოცლარს? ირაკლის. შეიძლება ირაკლი? რაღაც საქმე მაქვს. ირაკლი. ჟარ იცი. ეხლა ვიყავი ჩემს ნაცნობ ხელოსანთან. მე? ხო და მირჩია რომ ის მანქანა არ იყიდო. გაკეთდებაო, მაგრამ გაგაწვალებს აი ეს გასაგებია. გოდიში ირაკლი გათო რა ხდება? მარიკა. აქ ახლა ამბავი ატყდა. მიდი ღონტებს დაუძახე. მაგათმა რო ეს არ ნახონ საცოდაობაა. აჰა. სადა დუქანაო გავგიჟდი. აჰა. არაფერი დათო ნუ გეშინია. კარგია პუცი. ეს ვაშაც კარგი ტიპია რა. ამაკანას რო ჩაეძეს და ეძებდა ყველაფერს გამოიყურე ყველაფერი რა ცოლი რომ მოყავდა მაშინ მოხამაში აცელებოდა ის ნინო წავიდა. არა, სანდრო, ლაშიკო მანქანის ყიდვა გადაიფიქრა და ნინოც ვეღარ წავიდა. აი, ასეთი ამბავი დაგვემართა. მაშინ მე არ გინახი ვარ და არც ის იცი სად ვარ, ხო? რა ვქნა ეხლა მე? საწავი ინდოეთში რო წახვიდე და თუ.
კარგი რა ირაკლი სადა ვისთან წავიდე ინდოეთში კრიშნასთან წადი დათო დაგხვდება ორი ხელით ჩაგეხუტება მეორე ხელით ბარგს გამოგართმევს მესამე ორი ხელით სადილს მოგიმზადებს და ეკრება მაგას კიდე ხელები და ხატვასაც გასტავლის კარგი რა ირაკლი კარგი რა გდები რო ყველა ჩემ წინააღმდეგი ხარ კიდე რომ წავიდი აგედა ხო დავა აბარაცურს აღინა თუ შენთან ეს ირაკლი რა დროს კრიშნა ხო ხედავ მართლა ეწყინა და მართლა წავიდა მოიცა მარიკა ხა მართლა წავიდა ხო კარგი რა სად წავიდა რა ვიცი წასასვლელი კი არ სადა აქვს მაგრამ ხო იცი როგორი ჯიუტია რამე თუ ეწყინება შეიძლება ქუჩაშიც გაათენოს არის რა ვიხუმრე რა მოხდა მარიკა სად წავიდა ეხა ამაზე უარესები არ მithქვავს რა იცით ხოლმე ეს რა მე ვიცი სადაც წავედ აი ეს არის ნერვიულო დათო რა უნდა არინები ყველაფერი კარგად ჩნდება საბჭოთა კავშირის დაშლას მოესწარი და იმასთან მოესწარი გამოდია მარიკა, არა, მე მელოდება ტელეფონთან, აინტერესებს რომ ტანსაცმელს დაიტოვებთო. რა ვიცი, თიკა, ისე მომეწონა ყველაფერი, ალბათ ყველაფერს დავიტოვებ. მე ძალიან მომწონს, შეხედე რა ლამაზია. მე ყველაფერს ავიდებ. თან ისეთი კარგი ხარისხია, მარიკა. საერთოდ არ ეტყობა რა თურქულია. დავი, მომწონს. შედობაში, გოგოებო. შემოდით ჩემთან. სტარხუნის ლიმონადი მაქვს და აღნიშნე. ის ლიმონადი თავი. ინტერნეტით შევუკვეთე. შენ მაგაზე არ ინტერვიუ ხოთო. ესე იგი, ეს ახალი. ეს ასე. ასე. შენ მაგაზე არ ინტერვიუ, მე უფრო კარგად შევკრავ ახალ. ყველაფერი კარგად ვსა. აქ გავაკეთებ ესე იგი წყალს გამოიყვანა აქ სამზარეულოს გავაკეთებ აი აქ ტელევიზორი შენ დაგჩადათო აგერ ნახავ ყველა ოთახს თუ ამან არ აჯობოს მაცალე